მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა მოვიკითხო აუცილებლად უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო, როცა მამა გიორგი თეოდორაშვილი ყავს აუცილებლად, იმიტომ რომ პატიმრებს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რა ვიცი, ვინც კი წარმოგიდგენთ, ვინც კი შემოდიოდა ამ ხნის მანძილზე საპატიმროებში, მამა უწერდა სულ ყველა საშვებს სასულიერო პირები და რა ვიცი, რაც კი ეკლესიები და ისინი გაიხსნა, რაღაცა ისეთი კარგი მოხდა საპატრიარქოს მხრიდან, მამა იყო ამ ყველაფრის თავმჯდომარე ყოველთვის და დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის მადლობას გიხდით ძალიან ბევრი ადამიანის სახელით რომ ხართ და ნახეთ მამა თქვენ ჭიქაც კი მაქვს ისე გიყვარხართ ნახეთ ჭიქაც აი რეკიკა შეშურდება ტყლებს მე არ მეკითხა რომ ვინმე ისე შურის აი სხვათა შორის ეგ კაი ის მომაწოდეთ ეხლა მამა ბურთი რომ შურის თემა ეს შურს როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანი იმიტომ რომ თითქოს მამაო რაღაცნაირად ეხლა მეუნებია რა ვიღაცაზე რომ გაიფიქრებ რაღაცას შეიძლება ეგეთ შური იყოსო, აი სიხარული თუნდაც, აი მეც მინდა რა მაგალითად რომ აი სიტყვაზე აი ესეთი რაღაცა მიკროფონი მქონდეს და უცბად, აი როგორ უნდა შევატყოთ ჩვენში ადამიანები, როცა ვართ შორიანები და როგორ უნდა მოუგოთ ამ ყველაფერს. როგორ აღმოვაჩინოთ თუ შეიძლება. საღამო მშვიდობისა, მადლობა გიორგი რომ ყოველთვის ისეთ დღეს მიწვევ რომ დღეს მე და შენ არაფერი არ ვისაუბროთ, ფერისვალება დაიწყო უკვე ფაქტიურად, დამდეგი არის ფერისვალების, ლოცვა აღესრულა ყველა ეკლესია მონასტერში და უნებრივია შურიც გარკვეული ფერისვალებაა, ოღონდ უარყოფითი კუთხით. როდესაც ადამიანს არავისი არაფერი არ აშურს, იწყება მისი სულიერი ფერისვალება. როცა ადამიანი უანგაროდ ლოცულობს გონების გაფანტვის გარეშე ლოცულობს და გულით მარხულობს, იწყება მისი ფერისვალება, მაგრამ თუ ადამიანი გიორგი სამწუხაროდ აი ამ კაინის სცენით არის დაავადებული და არ იცის, აუცილებელია რომ შევახსენოთ სიყვარულით. სიყვარულით უნდა შევახსენოთ, მე ამ ცოდვას უпростоრად მამები უწოდებენ შეგუებულ ცოდვას. აი გიჭირავ ტელეფონი მთელი დღე და სკროლა. დაინახე ვიღაცამ კარგი მანქანა იყიდა, ხო? ვიღაცამ ოჯახი შექმნა, ვიღაცამ რაღაც ახალი შეიმოსა და შეიძლება არავინ ვერ გაიგო, მაგრამ შიგნით ჩაგწყდა რაღაც. ხლა ამას ეს მანქანა უნდა ყავდეს? ამას ასეთი ქმარი უნდა ყავდეს? ამას ასეთი სახლი უნდა ქონდეს და მე არ უნდა მქონდეს? უკვე ეს მას ვერავინ ვერ იგებს ღმერთის გარდა, ხო? შეიძლება შენ ვერ იგებ. არა, შენ კარგად იგებ, რატო იგებ? აი, ხა ხوارი რაღაცა მამა, ისე რაღაცნაირად ადამიანი, ხა შენ შეიძლება გინდოდეს ადამიანურად, უბრალოდ იმ წამს მოვიდეს. აი, როგორ უნდა გავიგოთ ახლა გიორგი, მე აი თქვათ რომელიმე ცნობილი მოძღვრის ამონარიდი არის ქადაგების და დავხედე 7000, 8000, 20000 მოწონება აქვს. და არ გავაზიარია, ჩემს სულიერ შვილებს არ გადაუგზავნე. ესე იგი შემშურ. მაინც არის ეგ მომენტი. არის გიორგი. მეც მომსულია ვაღიარებ რა, მომსულია რომ თითქოს მე მგონია რომ მე იმაზე უკეთესი მოძღვარი ვარ, ჭალებში მგონია, მაგრამ ხედავ რომ საკმაოდ კარგად, ლაღად, მშვიდად, სწორად ქადაგებს და ძალიან მოწონთ ხალხს. და ამ დროს უკვე ვიძაბებ. რა უნდა გააკეთო, იცი? უნდა კომენტარი დაუწერო. და უთხრა, მამაო, ყოჩა რა კარგია. ისე მამა თქვენს უწერთ ხო? მეტყო მაგას ებრძვ. ხო და ვებრძვი მე ჩემ თავს, ხო? აი თუ არ გინდა, აი თქვა დავინახე რომ რაღაც მოძღვარმა არ ვიცნობ, მაგრამ რაღაც ისეთი სასიხარულო მოხდა მის ცხოვრებაში. აი არ იცნობ მოძღვარს, მიუროცე რა დაბადების დღე, ან რაღაც როცა მრევლი ულოცავს. მოკლედ გაიზიარე რა მისი სიხარული. კაინს რო გაეზიარებინა აბელის სიხარული, არ იქნებოდა შორიანი კაცი, ხო? და მაშინვე გააფრთხილა ღმერთმა. როდესაცო ჩასაფრებულიაო ცოდვაო რა, როდესაც არ გინდაო სიხარული გაიზიარო და როდესაც არ გიხარია შენი ძმის წარმატება, ცოდვა არის ჩასაფრებული მაშინ და უკვე რას გეუბნება, იცი? სად არისო შენი ძმა? მე რაო იმისი დარაჯი ვარო? განა ის უთხრა რომ აგერ არის კაცო და მეც მასწავლე ღმერთო როგორ გავხდი აბელივით კარგი პიროვნება, ხო? მე რა ვიციო სად არისო? აი მაგალითად მე მკითხეს მამა ბასილზე ძალიან მეყვარს ფერისვალების ტაძრის წინამძღვარია გორში. ედი ბავშვებთან რო ქადაგებს ხოლმე, ხო? ჩემმა მეუღლემ მისი მეუღლე ამშობიარა რამოდენიმეჯერ. და ვიცნობთ რა. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი მეუღლე იცნობს და
მადლიერია მამაო და მისი მეუღლე ჩემი მეუღლე. და აი თქვათ მკითხეს მამა ბასილზე. მამა ბასილის ქადაგებები მოგწონთ, არ ვიცი არ უსმენ. თუ ბოროტი ხარ, მასე იტყვი, ხო, რომ მე რა ვიცი, რაღაც არა მაქვს მოსმენელი, ამ დროს 9 ჯერა გაქვს მოსმენელი. თქვი, რომ კარგია რა და გაუზიარე შენ ახლობლებს. დაამარცხე უკვე შური. უკვე ფერი იცვალე, უკვე დაიწყო შენი ფერის ცვალება, დადებითი ფერის ცვალება დაიწყო. როგორი ცხოვრება გიორგი ახლა იცი? კარგ ამბავს მალავენ. იცი რამდენი კარგი ხდება? გინდა საქართველოში, გინდა ქვეყანაზე. მალავენ, ცუც ავრცელებენ მაშინვე, ოღონდ უფრო დიდ პლანში და ინფორმაცია რო არ აქვთ, იგონებენ. რაღაცა ინფორმაცია უნდათ ცუდი და ამას იგონებენ. რაღაცა თითიდან გამოწვეულზე აგებენ, იწყება მათი ცუდი ფერის ცვალება, ხო? და უკვე იწყება ძალიან ცუდი ფერი. ორი ფერის ცვალება არსებობს. ერთი ღვთისკენ, ახლა რაში ჭირდება იესო ქრისტეს ფერის ცვალება, გიორგი, ხო? ახლა მისი ფერის ცვალება როგორც ღმერთის შიგნიდან ხდება და არა როგორც მოსემ მიიღო გარედან. იესო ქრისტეს ფერის ცვალებას ესწრება პეტრე, იაკობი და იოანე. რაში ჭირდება? ჭირდება იმიტომ რომ მოსეს რჯულის თანახმად რამე საინტერესო რო ხდება და თან რო ხალხმა ეს დაიჯეროს 2-3 მოწმე არის აუცილებელი და თან პეტრე არის რწმენის სიმბოლო იაკობი არის სასოების სიმბოლო და იოანე არის სიყვარულის სიმბოლო გინდა რომ ფერი იცვალო და დაიწყო შენი ფერის ცვალება უნდა იყოს შენში რწმენა სასოება და სიყვარული და თუ არ გინდა რომ ფერი იცვალო და პირიქით უფრო ჩაბნელდე შენი თვალები გაშურიანდე, გაამაყდე და ცუდი კაცი გახდე, ხო? არ არის პრობლემა, შეგიძლია დაიწყო ცუდი ინფორმაცია და თქვა რომ არ ვიცნობ, არ უსმენ, ხიბლშია, რას აგავს, მაგას უსმენთ და ასე შემდეგ. მე ისეთ რამებს ვლაპარაკობ, რაც მე განმიცდია, გიორგი. მარტივად ვსაუბრობ, ხო ხედავთ, რომ არ დავაბრალო არავის არაფერი. მე ეს განმისდია და მე რა მივხვდი, რომ მე თუ მინდა, რომ ჩემი ვიდეო რგოლები სხვებმა მოისმინონ, მოდი მე წიგნებს წავიკითხავ, მე ინფორმაციას მოვიძიებ და მეც ბევრი მაყურებელი და მსმენელი მეყოლება. თუ ეხლა მე დავჯდე, დავიღალო თვალები სკროლვით და ვეძებო ისეთი ვიდეო რგოლები, რომ მე გამოვიყენო აუგი ვთქვა იმ მოძღვარზე და ვთქვა, აი ნახე რა შეეშალა, ეს არ უნდა ეთქვა მაგას, ესე არ არის, იტყუება, არ იცის, უმეცარია. ესეთი გაგიგია, ხო გიორგი? ასეთი რაც. ხო და აი ვისი თვალები ხედავსო ყველაზე კარგად? როგორი თვალები ხედავსო კარგად? ზოგი ამბავსო ცისფერი თვალები კატასავით ღამე ხედავს, ზოგი მწვანე, ზოგი თაფლისფერი, შურიანი თვალები ხედავს ყველაზე კარგად, გიორგი. შურიანი თვალები მაშინვე დაინახავს, რომ ახალი ფეხსაცმელები გაცვია. მაშინვე შენიშნავს, რომ მანქანას რაღაც შეუცვალე ან რაღაცა ნივთი დააყენე მანქანაზე. მოკლედ რაღაცა კარგი რო ხდება, მაშინვე ხედავს შურიანი ადამიანი. და უარყოფით გეუბნება, ეს მანქანები თლად კარგები არ არის რა, აი რაღაცა. აი, მაგრამ კარობკა აქვს ცოტა სუსტი. გარედან ლამაზია, მაგრამ ზეთს ჭამს. უკვე უნდა მიხვდე, რომ დაიწყო იმისი, ესე თქვა, შურის გამომჟღავნება დაიწყო. ესეთი კოროზია ქვია, ხო იცი, აი ჟანგირი უაყრის ხოლმე ესე მანქანას. და უნდა უთხრა, რომ გადახვიო ხელი და ჩაეხუტო და უთხრა, რომ მოდი რა, აი კაინს გახსოვს, ის ფილმი რო არის კუნძული გახსოვს? ხო, რა უთხრა იმარო შენო, კაინმაო რატო მოკლა აბელიო, იციო? როგორ არ ვიციო, მე წინამძღვარი ვარო და წაკითხული არ მექნებაო. აბა კარგად დაფიქრდიო, კარგადო, შურის გამო ხო არ მოკლავ. აი ესეთი რაღაც უნდა უთხრა ადამიანს და თან ჩაეხუტო და თვალებში ჩახედო რა, რომ არ გინდა რა, სასულიერო პირი ხარ, მორწმუნე ხარ, სტიქაროსანი ხარ, ბიბლიაში წერია და ბიბლიაში თან თავიდანვე წერია ეს კაცო, თავიდანვე და თუ ამას მოერევი, კარგი პიროვნება იქნები რა და ეგ შური, მაგ შენ შურით მე რას მიზავ კაცო? შენ დაიაჯერე შენ თავს რომ ჩემი მანქანა ცუდია, ხო? მე ამ მანქანე დავდივარ, ხალისო, მიხარია და შენი ტანჯები, ხო? მე რო ახალი ფეხსაცმელები მაცვია, შენი ტანჯები, მე რა მენაღლდება, ხო? და ამიტომ უნდა უთხრა, არ გინდა რა, ნუ დაიტანჯა. თუ ცუდი მანქანაა ეს, შენ არ ინერვიულო მაგაზეც, მაგრამ მე ვინერვიულებ შენ მითხარი რომ კარგია, ხო?
კარგი ყოველთვის ფუტკარი და ის ხო გაგიგია ბუზი. ფუტკარს რო ეკითხებიან, რა ხდებაო ქვეყანაზეო და ყველგანო ყვავილებიაო, ვარდებიაო, ბაღები და ვენახებიაო და ბუზს ეკითხებიან, რა ხდებაო ქვეყანაზეო და გარშემო ის არის, ფუნა არისო, სკორეაო, ჭუჭყიანი კონსერვის ქილები, გარკვეული ტელევიზია რო ხედავს ყოველთვის ცუც რა. და გარკვეული ტელევიზიები სულ კაკს რო ხედავს, ხო? და მოდოთ ვერ იგებ, კარგათა ვარ თუ ცუდათა ვარ, ხო? რეალურად უნდა უყუროთ გიორგი ამ ყველაფერს. ახლა გამახსენდა რატომღაც და მინდა რომ ჩვენს ძვირფას მაყურებელს და მსმენელს მოვახსენო. ყველაზე ნაკლებად ეგოისტური რელიგიური გამონათქვამი, რომელიც სიტყვებია ფსალმუნებში. ვინც ფსალმუნებს კითხულობთ, თან არ კითხულობთ, ეხლავე გადაშალეთ ამ გადაცემის მერე და ნახეთ 121 ფსალმუნის პირველი მუხლი. დავით მეფსალმუნი ამბობს ასეთ რამეს. მითხრეს რომ უფლის ტაძარ თანამედროვე ქართულად ვიძახი, მითხრეს რომ უფლის ტაძარში წავიდეთო და გამიხარდა. ეხლა პაუზას ვაკეთებ. დავითის დროს უფლის ტაძარი არ არის აშენებული გიორგი. იტყუება დავითი? ამ დროს დავითი არის მოხუცებული დადის ქუჩებში. ყველა ხედავს რომ დავითი მალე უნდა აღესრულოს და ყველა მიცის რომ დავითი ტაძარს ვერ ააშენებს, იმიტომ რომ სისხლში ქონდა ხელები გასრული. დაწერა 51 ფსალმუნი და მისმა შვილმა სოლომონმა უნდა ააშენოს ტაძარი. შალომ სოლომონ არის მშვიდობის მყოფელი. და რა ხდება? დავითი ხო წინასწარმეტყველია. მან იცის რომ ტაძარი აშენდება და წინასწარ უხარია. თვითონ ვერ შევა იმ ტაძარში, მაგრამ ხალხის გამო უხარია, გესმის? იქ ორიგინალში წერია რომ ჩემზე თქვესო, რომ წამოდი ტაძარშიო და მიხარიო. ანუ თვითონ ვერ მოესწრება, დაბოღმილი კი არ არის, რომ თვითონ ვერ მოესწრება ტაძარს და წინასწარ ამბობს, ხალხის ხვის მაგივრად უხარია, რომ წამოდიო ტაძარშიო და გამიხარდაო ეგ რომ მითხრესო და ამ დროს ტაძარი აშენებული არ არის. აი ეს არის გიორგი ზუსტად ფერისცვალების დასაწყისი და ეს არის ზუსტად ის რომ შენ ზლიო შურს. აი ხლა შეიძლება ცვლილებები მოხდეს ტაძრებში, ხო? ან განყოფილებებში, შეიცვალონ წინამძღვრები, შეიცვალონ დეპარტამენტის თავმჯდომარები და მე რომ გავიგო რომ რომელიღაცა მოძღვარი შეცვალეს, ან რაღაც გადაადგილება მოხდა და გამეხარდეს და აი ეგ ღირსია მაგისი და აი არა ეგონა რომ ესე იყო და ისე იყო, ხო? როგორც კი ასეთი რამე დაგვეუფლება, ცუდი კაცი ხარ რა. ცუდი კაცი შენ კი არა ხარ. ცუდად იქცევი და უნდა მიხვდე რომ არ მოიქცე ცუდად. ჩვენ მამები გვიკრძალავენ გიორგი რომ ვთქვათ რომ ცუდი კაცია. არა, ცუდად იქცევა. არც ანგელოზი არ უნდა ვთქვათ რომ ცუდი ანგელოზია, ცუდად იქცევა. ღმერთმა ყველაფერი კეთილად შექმნა. არ შეიძლება რომ თქვა რომ ის ცუდი კაცია. არა, აი ცუდი ბავშვია, არა, ცუდად იქცევა. თუ ეტყვი ბავშვი შენ ცუდი ხარო? ცუდი გაიზრდება მე. მაის დაიჯერებს რომ ცუდია და გახდება ცუდი. უნდა უთხრა შენ, აი არ ვიცი რომელიღაც დიდი მოაზროვნე იყო, რომელ სფეროში არ ვიცი, მასწავლებელმა გიორგი გამოატანა ბავშვს წერილი დედასთან. რომ თქვენი შვილი არის გონებაჩლონგი, გადაიყვანეთ ამ სკოლიდან, უჭირს სწავლა, მოკლედ ამისგან არაფერი არ გამოვა. რა წერიაო, ამან კითხვა არ იცოდა ჯერ. რა წერიაო და თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთო, ძალიან ნიჭიერიაო, ცოტა ზარმაციაო რა და სტიმული მიცა შვილს წარმოიდგინე და არ ვიცი რომელიღაც მოაზროვნე გაიზარდა. აი ყველაზე ეხლა მახსენდება თანდათან ყველაზე ძლიერი ლოცვა რომელია, მეკითხებიან ხოლმე აი კვეთებული გვინდა, აი რომელ მოძღვარს გვიჩევ, აი ძლიერი მოძღვარი. ამათ გონიათ რომ მოძღვარი ტაისონია და აი რომ მივლენ აი ძლიერი მოძღვარია და ძლიერი მოძღვარი კი არ არის, ძლიერი არის ღვთის სიტყვა. ძლიერი არის წმენა. და ამათ გონიათ რომ ცნობად მოძღვართა რომ მივლენ და ბევრი ლაიქები რო აქვს იმის გადაგებას, ის არის ძლიერი მოძღვარი. ამდოს არიციან რომ ეს არ არის პოპულარიზმი სხვა არის და სიძლიერე სხვა. უყურე ას გვასწავლიან მამები რომ პატარა ბავშვსო ასწავლეთო ლოცვაო და ყველაზე ძლიერი ლოცვა იქნებაო ის. უთხარი პატარა ბავშვს რომ დაგლოცოს. უთხარი დამლოცე შვილო და ღმერთმა დაგლოცოს, გეტყვის ხო? აი ის არის ყველაზე მაგარი ლოცვა. რო სუფთა. სუფთა. ღმერთი ვის ლოცვას ისმის, გიორგი? მართლის ლოცვას. მართალი ვინ? მე ვარ მართალი, შენ ხარ მართალი? არა, ხლა არ მინდა ჩხუბი დავიწყოთ. ბავშვი, მონათლული ბავშვი, რა ცოდვა 4 წლის, 5 წლის
6 წლის უკვე მე უკვე მართლა გაეშმაკებულები არიან ხოლმე, ხო? ზუსტად აფასებს ქართველი კაცი. გაეშმაკ უკვე ნახე როგორ გაეშმაკდო. ამაზე ზუსტი შეფასება არ არსებობს გიორგი ადამიანის, როცა ამბობ რომ ნახე გაეშმაკდა. გაანგელოზდაო გაგიგია, ან განიხთო ბავშვზე? გაგიგია ასეთი რამე, არა ხო? თითქმის უმრავლესობა ეშმაკდება. იმიტომ რომ არაზიარებენ, ლოცვას არ ასწავლიან, დინებას ასწავლიან, რაღაცებს სისულელეებს ასწავლიან, ხო ბავშვებს? და თუ გინდათ რომ თქვენზე ვინმე მილოცოს და სუფთა ლოცვა იყოს და ძლიერი ლოცვა იყოს, ასწავლეთ ბავშვებს ლოცვა. მამაო ჩვენ უფალო შემეწყალე, წმინდა უღმერთო, დაწყებითი ლოცვები რა უნდა იმის სწავლას, ხო? და უთხრა მამიკო დამლოცე, დედიკო დამლოცე და ის თავისი ენაჩლიფინაენი დაგლოცავს. და შენ თუ გექნება რწმენდან, აი ამაზე მაგარი ლოცვა არ არსებობს რა. რატო? არა აქ ბრალი ბავშვს. უბრალოა, არაფერი არ დაუშავებია. ერთი ქონდა ადამი და ევადგან და ისიც ნათლისღების დროს განიწმინდა. ისე მამაო, აი მღვდელსაც ახლა თქვენ ამბობთ რაღაცა, მაგრამ ბევრი მღვდელი, რომელიც ძალიან აი ლაიქებით რო ცხოვრობს კი არა, უბრალოდ სუფთად რო ცხოვრობს, მისას უფრო მეტად უფრო ის აქვს, ეხა ფაქტია რა, ეხა აი мама აკაკი იყო მაგალითად мама იოსებ, პატრიარქი იგივე რადგან შორს წავიდეთ, ხო? მაინც აქვს მნიშვნელობა, როცა ადამიანი ლოცულობს მის წეს ცხოვრებისას რა. ძალიან მაგრამ როგორც მღვდელი, ისევე ერისკაცისას, ანუ ვიცი რომ რაღაც გამორჩევა იციან ხოლმე, მაგრამ როცა ზუსტად არ იცი ის ისეთია თუ არა, მაინც არ უნდა იმას, მაგრამ თვითონ мама, ეხა мама ბენიამინის ძალიან დიდი მოთხოვნა, იმიტომ რომ მართლა ბერი არის რა, კაი კაცი, мама ალექსანდრეც აი ბოლქვაძე უწესერის კაცი არის და აქვს ძალა და ნუ ვერ გაიქცე. თქვენზე აღარ ვიტყვი, мама, აქ ზიხარ და მე იტყვია რომ ეფერებაო პირშიო და мама რევა სიხარულიძე, აი რომ გააქვს мама, ხო? мама ელისე, ხო? გააქვს რა და ეხლა გიორგი ეხლა ერთ კაი რაღაცები მახსენდება. ანუ უფრო კაი იქნება, კი, ჩემ წმენაზე არის, თქვენ რო პარაკლისი ხდით, მოდი ბერებს თავი დავანებოთ, უნებურ განკითხვაში რო არ ჩავარდე შენ ეხლა. რომელიღაც თელ ცხოვრება ვიღაცას განკითხე. რომელიღაც კლინიკაში დიახ. არის 100 ექიმი. და მე მეკითხებიან რომ იქ კარგი ექიმი რომელია და ვიწყებ ერთი ექიმის ქება დიდებას. ეგ იცი რას ნიშნავს? 99-ს განეკითხა. ხო, მაგრამ არა, რჩევას რო გეკითხები მამაო, რა უნდა გავაკეთო? ხო და აქ უყურე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ აი ეს კარგი ბერია. არა, სხვას კი არ განვიკითხა, მაგრამ უბრალოდ იმ ადამიანს შენდაუნებურად განეკითხა უკვე. ხო ხდებით, ვისაც უნდა და ვიღაცა ადამიანს ეძებს ისეც, ეხლა შენც გინდა რომ ისეთ ადამიანს ჩააბარო, ვინც შენი თემა იცის და ესმის. ესმის, მაგრამ ასე არ უნდა თქვა ხო და უყურე, ტაძარში არის 5 მოძღვარი და ეუბნები რომ ის იმასთან მიდის 4 გამოდის რომ შენდაუნებურად განეკითხე უკვე. ხო, აი, ვინც იცის მამაო, ვინც გონია რომ იქ მიაგნებს ხო იმას, რაც გიჭირს შენ. ეხა სტომატოლოგი რო გჭირდება მამაო, ქირურგი. მიეცი არჩევანის უფლება რა, მივიდეს და მოусმენე 5-ვეს და მე შენ არჩი. რომ მოვა და გეტყვის აი ამას მოусმენე, მაგრამ მე უკვე მიეხმარე. უკვე ადამიანი ხო თავისუფალი არსებაა და მოაზრო. მე შეიძლება შენ განგიკითხოს რომ მე მღვდელი არ მინდოდა და რატომ მე მიყვანე იმასთან. ყველა ინდივიდუალი, შეიძლება გიორგი ისეთ მღვდელი მოეწონოს იმას, შენ რომ საერთოდ ვერ ხედავ. მე ყოველთვის ასევე ვუნები, რომ აქ 4 მოძღვარი ვართ, აი მიდი, მოისმინე, შენ რომელი მოძღვარიც, შენ სულთან ახლოს მოვა, შეიძლება ის მოძღვარი შენ მოგწონს და ძალიან ძლიერია, მაგრამ იმას მოეწონოს უფრო მშვიდი, წყნარი და ესეთი ხო ხდები. აი ძალიან დიდი დემოკრატიაა გიორგი ეკლესიაში და ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებას ძალიან მაღალ დონეზე აყენებს, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა აზროვნება და თავისუფლება თუ ადამიანს არ აქვს, ის ნაკლებად არის ადამიანი. ადამიანი ხარ, მაშინ თუ ხარ თავისუფალი. და თუ იძახევ არ შემიძლია რომ ავიმარხულო, არ შემიძლია ვილოცო, არ შემიძლია სიკეთე გავაკეთო, არ შემიძლია მიყვარდეს და რა გამოდის ვინ ახარ მაშინ ხო? არ შემიძლია რომ არ შემშურდეს, კი არ განვიკითხავ, მაგრამ და იწყებ მე და უარესა. არა ეს განკითხვა კი არ არის, აბა რა არის? ხო. აბა რა არის? გაჩუმდი რა, ან კარგი თქვი და ან არაფერი არ თქვა ხო შეიძლება რა. აი მე მაგალითად ასეთი წესი მაქვს, მაპატია მე რომ ვიძახი მე რა ვინა ვარ, მაგრამ მამაო ეს როგორი მოძღვარია, ვთხარი ჩემო კარგო, მე თვითონ არ ვიცი როგორი მოძღვარი ვარ და მე რა გითხრა, ცუდი არაფერი გამიგია, ესე ვეუბნებ, რომც ვიცოდე რომ ცუდია, ვეუბნებ, ცუდი არაფერი გამიგია. რატო ვიცი, მე მივა და ეტყვის რომ მამაო შენზე ცუდი თქვა. ეგრევე მივა და ეტყვის რომ აი შენზე მამა გიორგი ცუდს ლაპარაკობს. მქონია ესეთი შემთხვევები. ამიტომ ვეცადოთ რა რატოა დუმილი გიორგი ოქრო დუმილით არავინ არ დასჯილა დუმილის გამო არავინ არ დაუჟია ნუ რა თქმა უნდა იმაზეა საუბარი რომ
რო არ განეკითხავდა, ცუც რო არ ამბობ. მაგრამ ცუდი რაღაცები რო ხდებოდა ჩუმათა ხარ ეგ დანაშაულია, ხო? ეხლა დუმილით გაიცემა ღმერთი, ეგეც გაგვიგია, ხო? ამიტომ რა ხან მოდი აი ფერისვალება ის თემა დავიწყეთ, ხო? და შური დავიწყეთ, ხო? შური და ფერისვალება შეიძლება ძალიან ახლოს იყოს ერთმანეთთან. რატო? შურის დრო შენ შავდები და სახე გიმუქდება და თვალები გიბნელდება, ვიც შურიანია გიორგი და თუ გინდა რომ ასე არ მოხდეს, შეგიძლია რომ დაიწყო მილოცვა, დაიწყო კარგი სიტყვების თქმა, დაიწყო შექება, დაწერო, დაურეგო, მიულოცო, მოეფერო და აი შენი ფერისვალება დაიწყება. ეხლა არ ვიცი, აი მოციქულები რომ ჩამოდიან გიორგი, დანარჩენ მოციქულებს შეშურდათ, არ შეშურდათ. აი წარმოიდგინე, ხო? შეშურდათ ნეტა თუ არ შეშურდათ, ხო არ წერია რა. რატო ჩვენ არ წაგვიყვანა დატო წაიყვანა ესენი, ხო? ხო შეიძლება ეთქო რატო მე რა ნაკლები ვარ? ცე მამა გულისწყეტები არის რაღაცა, რომელსაც ვერ ახსნი ადამიანური იმით, რაენით. აი რაღაცები არის. აი შენც გინდა განაგშურს, გინდა რომ იმას არა, მაგრამ აი მაგალითად ორივე ჩავაბარეთ გამოცდა. მეც მინდა ხუთიანი და თქვენც და აი რაღაცა მეც და შენც მიიღებ. მამა შეიძლება უბრალოდ არ გამიმართლოს. ანუ მე ხომ მგონია რომ ჩემ მაქსიმუმი დავდე, როგორც თქვენ დადეთ, ხო? და არ უმართლებს ვიღაცებს. ეხა აი საქართველოში მამა კაი ადამიანებს არ უმართლებთ. ეხა დაკვირვებული ვარ, აი ძალიან კაი, რაც უფრო კაი ადამიანია, მით უფრო უიღბლოა რა. გამორიცხულია რომ კაი მართლა ეგრე არის. რაღაცაში მითრევ და არ გამოყვები. არა, ეგრე არის მამა, ეხა ფაქტია, მე კაი ადამიანი ჯერ გახარებული არ მინახია, იმიტომ რომ კაი ადამიანი არის ღმერთთან ყოფი ადამიანი და ღმერთთან ყოფ ადამიანს ამ ქვეყნად ბოროტი როგორ გაახარებს, რა თქმა უნდა, სულ პრობლემებს უქმნის. ეს სოფელი საბოლოოდ გაახარებს ვინმეს განა. ხო, რა მაგარი სიტყვები. არ მინდა რომ პოლემიკაში შემოვიდე. დიახ, მაგრამ აი სიტყვაზე ვამბობ, მამაო, რა, აი მაგას გულისხმობ, რომ ადამიანებს რაღაცნაირად აი საერთოდ აი წარმოგიდგენ, მე ვისწავლე ძალიან ბევრი, რა, ვიღაცა ბეჟანი მარისწავლა, რა, ხო გიხო. რა გადაეკიდე ამ ბეჟანი. ხო, ვიღაცა მარისწავლა, რა, მაგრამ ის ბეჟანის ყავს მეგობარი იქ და მე რო ჩავაბარე გამოცდა, ბეჟანის დაუწერეს ხუთიანი და მე ხუთოსას დამწერეს ოთხიანი. სიტყვაზე ვამბობ. ეს გულისწყეთ არის, მამაო, და შეიძლება რაღაცნაირად აი ეს ხო დაიწყე მეცადინეობა, დაიწყე და შენც მიიღებ მე ხუთიანი. მაგას გეუბნებით უფრო კარგად ვარ ამეცადინებით ხო? უბრალოდ თუ შურში დარჩები ვეღარ განვითარებ. არა, ეგ არის მამაო თუ არა, ბეჟანის კი არ შურს. გული მწყდება რომ ვერ დამინახოს. ამას ქვია მოშურნეობა, კეთილ შურს რო ეძახიან. მოშურნეობა რა არის? მოშურნეობა რომ დავინახე რომ ის ადამიანი ცნობილია თავის თავზე ბევრს მუშაობს და დავიწყე მეც ეხლა აი ახალგაზრდები რო ხედავე რომ ჩვენ ასეთი კარგი სპორტსმენები გვყავ ვარჯიში დაიწყეს გიორგი რომ კვარაცხელია გამოვიდეს და გრიგალაშვილი გამოვიდეს ხო ვარჯიში დაიწყე მე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნახე დარბის იმიტომ რომ ნახეს რომ თურმე შეიძლება რომ უბრალო უფუცხოველმა ჯოტიამ რეკორდი დაამყაროს ბირთვის კრაში ხო 7 კილო 21-ო შენ იცი რომ სოფლიო რეკორდიო და მაგასო იმანში აგინაო შეიძლება გიორგი გამიგე მე მაგალითად როცა ვსწავლობდი და ვხედავდი რომ ესეთი მაშინ ძალიან ცოტანი იყვნენ ცნობადი მოძღვრე მაშინ Facebook-ი და რაღაც არ იყო და რომ ხედავდი რომ მაგალითად ეხლა მე უფე ივანე რო ბრძანდება მაშინ გიორგი გამრეკელი იყო მამა გიორგი გამრეკელი იყო სიონის წინამძღვარი და სასულიერო სემინარი აკადემიის რექტორი და რომ დადიოდა ხო უკან ხალხი დაყვებოდა და რომ გაჩერდებოდა ესა აი მეგონა რაღაც სახარებისეული პერსონაჟი იყო ხედავდი რა რომ ეს სულ ხალხი დაყვებოდა და ნატრობდი რომ ესეთი მოძღვარი გავხდე ნეტა რომ ხალხი იყოს ჩემ გარშემო ბევრი იმიტომ კი არა რომ ბერნარდ შოუ ამბობს რომ თუ ხალხმა ხელში აგიტაცაო ნუ გაგიხარდებაო შეიძლება კუბოში ხარო აუ რა მაგარი სიტყვებია რა თუ ხალხმა ხელში აგიტაცაო ნუ ვაჩქარდებიო რა ნუ გიხარია შეიძლება კუბოში წეხარო და ბევრი წევს კუბოში და გონია რომ ატაცებული ყავთ ხელშიგან ანუ მკვდარია ის უკვე სულიერად რომ გონია რომ ის ხალხი ხოლმე გაგთელავს მე გადაგივლიზეთ ხო ხალხი მოყვება მაშინ თუ შენ მიყვები ქრისტეს თუ შენ მიყვები ქრისტეს და ის ხალხი ადიდებს ქრისტეს მაშინ კარგია მაგრამ თუ შენს დანახვაზე იკლაკნებიან და ცანცარებენ, ესე იგი უკვე დროა რომ მიხედო რომ შენ ფანატიკოსების ჯგუფში ხარ და შენ გურუ ხარ უკვე და არა მოძღვარი. ხო, აი ძალიან დაფიქრება გმართებს რა რომ თუ ის ხალხი ამბობს რომ მე სხვაგან ვერ დავესწრები, სხვა მოძღვრის ხელიდან ვერ ვეზიარები, სხვა მოძღვრის გადაგებას, ნუ ეგ მეორე უბედურება, სხვა მოძღვრის გადაგებას ვერ უსმენ.
აი მე მინდა რომ ჩემმა მოძღვარმა მაზიაროს, არა მე მარტო ჩემ მოძღვარს ვეუბნები ახსარებას, ესე იგი შენი მოძღვარი არასწორად გასწავლი შილო. მოძღვარი კი არ გაზიარებს, იესო ქრისტე გაზიარებს. იესო ქრისტე გაზიარებს თავის სისხლს და ხორცს, ახსარებას იესო ქრისტე ისმენს და იესო ქრისტე გაძლევს კურთხევას ზიარებაზე და არა მოძღვარი. ამას ჭირდება აუცილებლად მოძღვარმა ეს უნდა აუხსნას მრევლს კაცო, რომ წირველი ესა და ეს მოძღვარი კი არ არის. შენი შენთაგან შენ და შენ წირველი იესო ქრისტეა და ჩვენ ვართ თანამწირველები. აი ეს ნათქვამი რომ იოანე ოქროპირის ლიტურგიაა? არა. იოანე ოქროპირის ლიტურგია კი არ არის, იესო ქრისტეს ლიტურგიაა, გიორგი. იესო ქრისტეს ლიტურგიაა ეს. წირვაზე დავესწარი და ეს არის თეატრი კი არ იყო კაცო, წირვაზე იყავი და ეზიარე, დავესწარი, კრება კი არ არის. ხოდა აი ამ ყველაფერს მოძღვარმა უნდა აგიხსნას. და რო ხვდები რომ ის ადამიანი შენ გაქებს და შენ გადიდებს და არა ქრისტეს, რას ამბობს პავლე მოციქული, მშობიარობის ტკივილებს განვიცდიო, სანამ თქვენში არ გამოისახება იესო ქრისტე, მამა გიორგი კი არა და პავლე კი არა. სანამ თქვენში ქრისტე არ გამოისახება, ანუ თქვენში არ დავინახავ უკვე სიკეთეს, სიყვარულს, თავდაბლობას. ხოდა აი ესე იციან ხოლმე გამოუცდელ მაღდლებმა, დიდი მრევლი მყავს. ვინ მოგცა შენ მრევლი? ვისე რა, სადან ყავს შენ მრევლი კაცო? შენ ხარ ქოფაკი. ქოფაკი ხარ, რომელიც დაგადგინა იესო ქრისტემ, ფარას დარაჯობ შენ და წყემსი არის იესო ქრისტე, ხო? გარკვევი წერია მათეს სახარებაში, რომ ჭეშმარიტი წყემსი, ბუნებითი ღმერთი და მოძღვარი არის იესო ქრისტე, მაგრამ ჩვენ მადლით, ხირიტონით დაგვასხა ხელი, რომ ფარა მივიყვანოთ დიდასკალოს. პედაგოგი ვინ არის? პაის გოგია. ყრმათ მყვანებელი, ანუ მოძღვრის მოვალეობა რომ მრევლი მიიყვანო დიდასკალოსთან, ანუ მოძღვართან, ქრისტესთან უნდა მიიყვანო და არა შენთან. ხომ რომ აი მანქანა გამირეცხე, აბა წამოდი შენ სახლში საჭმელი გამიკეთე, შენ ეს შემიკერე, შენ ეს ჩამირიცხე, შენ იქ დარეკე და ეს უკვე მრევლი აღარ არის, ეს უკვე მომსახურე პერსონალი. მე მგონი ხვდები რასაც ვიძახი, ხო? ხო, ძალიან კარგი არის რა, იცით მამო, არა, მე რას რა მინდა ის გითხრათ არა. არ შეიძლება. უნდა მივიხედოთ მამო, ძალიან ცოტარიანი ხა აი ამ კვირაში მამო, აი ამ 10 დღის მანძილზე 5 მოდელი გარდაიცვალა რა. რამდენი? 5 მოდელი. ფოთში, იმაში ძალიან ბევრი სასულიერო პირი გარდაიცვალა და ვინც ყავს იმას არეფერებიან, ხა ძალიან გული მწყდება ხა ამ ბოლო ხანებში, ხან იმაზე გადავლენ, ამაზე გადმოდა. აი მაგას უნდა მივხედოთ რა, რომ რა არის იცით საფერებელი მე მამო გვიან იქნა. აი ფოთში მაგალითად მოდელი გარდაიცვალა და ისი ასაფლავდნენ მამა იოსები ერქვა რა და ასაფლავდნენ ცოტა გვიან და რატო ასაფლავეთ მეთქი ზუსტად მომიწია პარალელურად და მეუღლე ყავსო მამო იტალიაში გაშვებულიო წარმოიდგინე და იმას ელოდებიანო რა წარმოიდგინეთ მეუღლე იყო სამუშაოდ წასული უცხო ქვეყანაში რა მე იქ როგორც რაღაცა პატარა ინფორმაცია მოვიპოვე მაგრამ ისე გული დამწყდა იმიტომ რომ ყველას გონია მამაო რომ რაღაცნაირად ყველა და აბა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს მამაო რაბინებს და იმას 7 თაობა და ის ემსახურებიან მათი შვილებს და შვილიშვილებს კი ზოგჯერ მამო რეგიონებში ძალიან ბევრ მღვდელს უჭირს. ვიცი გიორგი, ნამსახური ვარ რეგიონში კაც. ხო, ჩემთანა ძალიან ბევრი რაიონში ნამსახური მოდის, ხო, რომ აი ძალიან მობილური არ მქონდა და მანქანა არ მყავდა. კი, მამო, მე ხო ვიცი, თქვენ რეგიონში ხო და აი მამო, მაგას ვამბობ რა, უნდა მივხედოთ, იცით რა არის, თუ სხვა არ იქნება ისეთი, ჩვენ ერთმანეთს უნდა მივხედოთ და მაგიტომ აი ხე ჩემ გადაცემას და რატო იქნები აქაურობის ყოველთვის მადლობელი, რომ აი ვინც კი მღვდელს უჭირს რაღაც, აქ აი ან რეკლამა ან გამოცხადება რაღაცის ხო აი პრობლემა არ არის ხოლმე და მადლობას უხდი ხოლმე სულ ჩვენ ეგ ჩათვალეთ რომ პატრიარქმა მაკურთხა და სტუმრები ვართ აქ რა და აი მართლა რაც არ უნდა ის სასულიერო პირი ვინც არ უნდა იყოს რო უჭირს რეგიონიდან იმიდან სულ ხან გამომიცხადები არც ერთ გარდაცვლილ სასულიერო პირზე არც პრობლემა მექნება არც არაფერი და რა ვიცი მირჩევნია ხოლმე სულ ყოველთვის ხოლმე აი აქ აი რაც არ უნდა მომცენ ხო იცი აი ჩემი ის მირჩევნიაო რა და მართლა აი მაგიტომ არის უბრალოდ თქვენ ვიცი რომ მოძღვრებზე ესე ამბობთ კარგად მამაო და ხალხს გონიათ ის გონია რომ რაღაცნაირად ისა და მართლა არ არის ეგრე ხა რამოდენიმე შეიძლება კარგად მამაო ეგრე ისიც ცხოვრობდეს რომელიღაცა სიტყვაზე სადღაც ხელოსანი მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს რომ ყველა ხელოსანი კარგად ცხოვრობს ხო სიტყვაზე ეგრე არ არის და
რაღაცა წვალება უწევს. აბა როგორია მამაო, ეხა საერთოდ რო არ გეკუთნის სხვის მიცვალებულთან დღედაღამე იდექი და წესები აგე. შენი დაბადების დღე რო არის და მეორე დღეს გაღვიძებს უფლება რო არ გაქვს, იმიტომ დილას მიცვალებულზე წესი რო უნდა ააგო და იქ სასაფლაოზე უნდა წახვიდე, ამაზე წაიღო. აი ეს მამაო, მილიონი რო გქონდეს, მაინც ამათაც არ ღირს მამაო, იმიტომ რომ ძალიან ეს არის, რა ქვია, რთული სამსახურია მამაო. თქვენ რაც გაქვთ, თქვენი მეათედი აქვს, აი ისინი რო არიან ბლეფი ფსიქოლოგები და ვიღაცები რო არიან და რამხელა თანხებს იღებენ მამაო და თქვენ მამაო როგორ შეიძლება რომ 2000 და 3000 კაცამდე და როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანები გახარებული არ იყოს ან თქვენი ვინმეს რამე შეშურდეს ვისაც თქვენი შეშურდება მამაო ჯერ რამხელა ტვისტი გაქვთ და რამხელა მოგეთხოვებათ მე ხო ამათ მარიციან ხო ვისაც თქვენი შეშურდებათ ხო აი მართლა ყველაზე საწყალი ხალხი არიან და მე საქართველოში რაც უყურებ მამაო უმეტესობა მადლობა ღმერთს იმართმადიდებლებისა ვინც არიან მაგრამ ვიღაცებს შურთ მამაო და მგლებს ებძვიან და ეს არის ანუ მტერი უნდა იყოს საქართველოში რომ მგლებს და ეკლესიას ებძვიან მე არ ვიცი აი რა ვიცი ისედაც მამაო გაჭრებული არ არის აი ვიღაცა შედგა ან ვერ შედგა ხო შენ რომ ამას ქილიკოფ ან რაღაცა ცოდო არის ადამიანი შეიძლება შენი დახმარება ჭირდება თუ ის ვერ გაიგო რომ არ უნდა კონდეს ფული სიტყვაზე და ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას გამოწევ ეგრე არ არის მამაო რა ვიცი მე ეგრე ვფიქრობ რომ ისა და თან ან ვისა აქვს ხო რავი იმას კარგს ვერ ხედავენ მამაო და რაღაც პატარა ის იქნება და აი მაგიტომ მეშინია მამაო აკაურობის და ერთი პატარა მამაო ეხლა თუ გადაგიბრუნდა დედას გეცე გამოიხედები და საერთოდ მარტო რჩები რა და აი გარის რთული რა შეიძლება ხო ყველას უნდა აი მამა გიორგი თეოდორაშვილი მამა გიორგი თეოდორაშვილი აბა ერთი ფეხი გადაგიბრუნდეს რა ერთი ვინ არა ეგეც გამოვცადე გიორგი ხო და ჯვარცმასთან ორი კაცი და სამი კაცი ედგა ეგერ ხო მართალია ეგეც გამოვცადე და აი შენ მაინც მიწევდი მე ხო ეთერში და აროს არ მიგძვნია შენგან რომ მე რაღაც ჩემ ცხოვრებაში რაღაც მოხდა რატო უნდა რა მოხდა მამო ისეთი რაც ჩემსაში არ მოხდება ანუ ვიღაცა გასაგებია ხო მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შეიცვალა ჩემს მიმართ. მრევლი, სასულიერო პირები და მე მაშინ დავინახე რომ თურმე კარგია ხანდახან წაბორძიკება, რომ დაინახო ვინ მოყვება შენ გვერდით და ვინ წაგააშველებს ხელს. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დაიჩოქებს აკლემი და ყველა ადამიანს გარდაეცვლება ვიღაც ან ფეხი აუწდება. ბიბლია უამრავი მაგალითები არსებობს ბიბლიაში ამის, ხო? მაგრამ აი მაშინ შენ როგორ მოიქცევი რა არჩევანს გააკეთებ ვინ შეგაშველებს ხელს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამით შენ იზრდები გიორგი და უყურე აი მაგალითად შენ ახლა წარმოიდგინე რომ გაგიჭირდა და არა გაქვს ფული და ვიღაც მოვიდა შენთან შენ მიხვედი და ეუბნები რომ თუ შეიძლება თანხა მჭირდება რა აი ბანკის ვალი მაქვს და შენ ნეუნა არა მაქვს არა უნდა წარმოიდგინო ეხლა შენ რომ აი შენ ახარ იმის ადგილზე და შეიძლება ხვალ შენ აღმოჩნდე იმის ადგილზე ხო აუცილებლად დაეხმარებინ ან ჩათვალე რომ ქრისტე მოვიდა ამ დროს შენთან ხო დაეხმარები არა მაგრამ იტყვის რომ არა მაქვს მაგრამ აი შენ უცბად შეცვალე როლი და თქვი რომ ეხლა მე ვდგევარ იქით და მოვიდა და უნდა ბავშვი მყავ ცუდად ისე კი არა ეხლა გაჯვარედინებზე რომ ტყუილად რო აქვს დაფარებული ტყუილის სურათები იმას კი აი მართლა მოვიდა ადამიანი და გეუბნება რომ ბავშვი მყავ რა ცუდად და დამეხმარე რა წარმოიდგინე რომ შენ ახარ ეხლა იმ მდგომარეობაში აუცილებლად დაეხმარები ეგ საწერია ისე მოიქეცი სხვებს როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ სხვები ხო აი ამას გიორგი აი ამ სიტყვებს რო ყველა ასრულებდეს დღეს არც ერთი ადამიანი გაჭირვებული არ იქნებოდა და არც თავრობას დაუწყებდნენ ახლა ყურებას და არც არავის ხო სხვებს მოეკეცი ისე როგორც შენ გინდა რომ მოგექცე რა მოხდება ფერის ცვალება დაიწყება შენი ფერის ცვალება დაიწყება ღმერთს ვინ უყარს სიხარული და გამცემი ადამიანი ხო როცა და არასდროს არ გაღარიბდება გიორგი ის ხელი რომელიც არის გამღები რომელიც გასცემს და ესე რო არ ხდება არის იმიტომ მე რომ სამსახურიდან ხსნიან მილიონერი იყო და გაკოტრდა და მე აღარა აქვს მისასვლელი არავისთან მიხვდი ვერავისთან ვეღარ მივა იმიტომ რომ არავის არ ეხმარებოდა რატო ეწვებოდა ენა დიდარს ჯოჯოხეთში არანაირი მადლი არ ქონდა იმ საცოდავს ხო და ლაზარე რომელიც მასთან იჯდა იქ და ზაღლები ულოკავდნენ ჭრილობებს 64-ში აბრაამის წიაღში აახილა თვალები ხო
ამიტომ რა უნდა გიხეთ და დალოცილო ხო აი ისწავლე გაყოფა ისწავლე გაცემა ისწავლე ადამიანების სიხარულით გახარი ამით ხო შენ უფრო იმტკიცებ პოზიციებს ხო სათვალე რომ სასუფეველი ხო გარანტირებული გაქვს რა სამობს ქრისტე კაცო ვის დავაყენებო მარჯვნივო აშერო ეზიარაო არა ერთხელოპური მაინც რო აჭამა სხვას პატიმარი რო ანუგეშა სნეული რო მოინახულა ხო აი მას ვაცხოვნებო ხო და ზოგს გონია გიორგი თავიდან ბოლომდე როცებს წაიკითხავს და ხუთ დაუჯდომებს რო წაიკითხავს და ყოველ კვირა რო ეზიარება ყოველ კვირა კი რა დღეში რო კვირაში რო სამჯერ ეზიარება მაგრამ გაჭირვებულს რო არ ეხმარება იმას ეტყვის ღმერთი რომ არ მაინტერესებს რამდენჯერ ეზიარებოდი აი იქ რო გამოხვიდი და მე რო იქ ვიჯექი როდის იჯექი უფალო ეტყვის ხო აი მე ვიჯექი იქ რო გვერდზე რო ისე რო გაიარე და ვიღაც ბიზნესმენს რო ელაპარაკებოდი და არც რო მოიხედე ესე რო ვიჯექი და კონსერვის ხუთი რომ ედგა და 1 ლარიანიც რო არ ჩამიგდე მე ვიყავი უფალი გვეტყვის მე ვიყავი ის მე მამაო ეხა გამახსენეთ თქვენ რო ამბობთ რომ მოვიცით რა რო ამბობთ რომ რაღაცაო როცა დამჭირდაო რაღაცაო ძალიან ცოტა ხალხი რაღაცაო ანუ მე არც ვთვლი ჩემ თავს უბრალოდ იმათ უბრალოდ რას ვამბობ იცი თქვენ ისეთი ადამიანი ხართ მამაო აი ყველაზე ხო ფიქრობდი რა პროფესია ავიღო ისეთი რომ აი მესაფლავეც უკეთესი პროფესია არ აი მამაო არა მე რას ვამბობ რომ მესაფლავეც რო იყოთ ისეთი ადამიანი ხართ თქვენთან მეგობრობა მართლა დიდი სიმდიდრეა რა აი დედას ფიცავარ ნებისმიერ თქვენ განა იმიტომ რომ მღვდელი რო ხართ მამაო ან რაღაც პირიქით, აი ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი რო იყოთ, იმ სფეროს გაამდიდრებთ რა. აი როგორც აი ჩვენი პატრიარქი ხო არის აი ესეთი მაგალითად არიან ძალიან ბევრი მოძღვრები, ისეთი რომ აი ნებისმიერ სფეროში ინატრებდი რომ ნეტა ესეთი ხალხი და ესეთი ხალხი არიან მამაო და თქვენ მადლობა იმისათვის რომ მართლა ხართ, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ აი მართლა ბევრი რამე მანახე და თან კიდე ყველაზე მაგარი მაგალითი რა არის თქვენი ყველაზე დიდი ხადაგება რაც არის ჩემთვის რომ თქვენი უბრალოება რა აი თქვენთან არ მაქვს ის რომ აი რაღაცა რომ აი სიტყვაზე აი რაღაც თქმა მინდა და ეხა მოვერიდე იმიტომ რომ მე მამაოს ეწყინება რაღაც არ გაქვს ეს მომენტი და ძალიან დიდი მადლობა მამაო რა დაჟე იმდენად არ გაქვს ზოგჯერ თქვენი მრევლი გაბრაზებულა ვიღაც მრევლიც გაბრაზებულა რომ აი მამაო იჯდა და რაღაცა მაგრამ ისინი მათ არიციან თქვენი ხასიათი რომ თქვენ პირიქით გიყვართ რომ ადამიანს თავისუფლებას აძლევთ და აი ეს თავისუფლება ეკლესიის ყველა წევრმა ყველას რომ მისცეს ძალიან მაგარი იქნება რა და დიდი მადლობა სხვათა შორის დედები მწე დედა სერაფიმა წერდა რომ მამა გიორგიო მომიკითხეო აი სამეგრელო და რო აი არაჩვეულებრივი ადამიანი ესე აი წარმოგიდგენ მამა როგორ უყვარხარ ისე დედები რატო არ მოკავს გადაცემაში რამოდენიმეჯერ მყოლია მამა მაგრამ როგორც ქადაგება და ისეთია შეიძლება რომ ვიღაცის გახსენება დედაო დანახო ქადაგებაა გიორგი უკვე რა კი, მაგრამ აი მაინც რო ის არ აქვს უფლება რომ სიტყვაზე რო უთხრენ აკურთხ წყალს როგორ უნდა მოექცე რაღაცა მაგას ხوار დაიწყე მე საუბარს მიხდი და აზიარებაზე რო ილაპარაკო რაღაცა საინტერესო იქნება აი ხო თუ ვინმეს გახსენება იქნება მაგალითად ისეთის ან სასულიერობის რაღაცას აუცილებლად თუ ოჯახის წევრები იქნება ისედაც ფოფოდიებს აი ვისაც გარდაცვლილი აი ქალბატონი ფატის მოწვევა მინდა ძალიან მაგრამ მამა კახაბერი რო იყო რუსთავში არაჩვეულებრივი ადამიანი კაბატაძე მაგის მე ეხათ რომ მოიწვიო ფოფოდიები ძალიან მინდა ძალიან მაგარი იქნება ოღონდ ცოტა შორშოს უნდა დასვა რომ არ იკამათო ხო დიდი სიამოვნებით მაგრამ ჯერ ვერ ნახე ეგეთი წყვილი რომ მღვდელი და ფოფოდია რომ შეთანხმდები და მამა ალექსანდრე გასო მამა ალექსანდრეს მეუღლე გადასარევი ქალბატონია და აი ხო ვანოს მამა ალექსანდრე ბოლქვაძე მიყვარს მოკითხვა დიდი ოჯახის მამა არის და უბრწყინვალესი ფოფოდია ყავს აი დაიწყე მაგით რამდენი აყვება იცი მე მაგარი აი ბატონო მე გავაკეთებ მაგას აუცილებლად გავაკეთებ просто უბრალოდ რა არის თქო არ მინდა რომ მრევლი შევაშინო ეს ქალბატონი ერთხელ საპატრიარქოში არა მაგას მოვიყვან მაგრამ სახელიც არ ვიცი მამა ალექსანდრეს მეუღლე საპატრიარქოში შემხვდა და მითხრა მამაო თქვენ ლექსებზე გიждდებიო და იმის ვერა გავაგზელე წერა სხვათა შორის მას აქვს აღამო მამაო სამში და თუ მობზანდებით გეპატიჟების ძალიან დიდი სიამოვნებით მამა ალექსანდრესთან დაბადების დღე არის და თანის და აი მოსაწვევსაც გამოვაგზავნებ აუცილებლად თუ მობზანდებით სვანეთში მივიდიო რამოდენიმე დღე მარიამობის მერე და თუ აქ ვიქნები სიამოვნებით კი 3 სექტემბერს ანუ რა მინდა გიორგი ცირო აი მე მინდა რომ შენი გადაცემები უფრო დაიხვეწოს და უფრო ჯერ მარტო რა ღირს ის რომ мама ექვთიმეს შვილი ჩვენი პატარა ალექსანდრე მოყავს სტიქაროსანი ეს უკვე სტიმულია რომ ბავშვებს აინტერესებს რომ მეც ხო შეიძლება რომ სტიქაროსანი გავხდე მეც ხო შეიძლება ტელევიზიაში მივიდე უკვე ბავშვებს შენამით სულ ყველა კვარაცხელია ხო ვერ გახდება და ყველა ხო გრიგალაშვილი ვერ გახდება არა
აი ბავშვს უნდა უხაროდეს, იცი რომ ადრე ოქროპირის დროს და დიდი მამების დროს ბავშვები თამაშობდნენ, მე ეპისკოპოსი ვარ, შენ ღუდელი ხარ და ნათლავდნენ და რაღაც ესე. ეხლა ბავშვებს ავტომატები და კარატე და ფეხბურთი, განაცუდია კარატე და ფეხბურთი, მაგრამ ეხლა ბავშვები არა თამაშობენ წილვას, არა თამაშობენ ათლობას. საეკლესიო თემებზე არ ასაუბრობენ. და შენ რომ ალექსანდრე მოყავ, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ ბავშვს მოუნდა რომ გახდეს სტიქაროსანი. გესმის, აი ძალიან მაგარი გათვლები. სტიქაროსნების მოყვანაც მინდა. ძალიან მაგარი გათვლები გაქვს გიორგი და მე მგონი რომ ფოფოდიები და მამაოებით რო დაიწყო. იცი, აი ერთი გამოჩენილი ფოფოდია, როგორც მამა ალექსანდრეს მეუღლეა. ფოფოდიები ბევრ ამას ისწავლიან, დედაოს ვეძახმე ფოფოდიებს. კი, დედები. რომ ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, ახალგაზრდა ფოფოდიები მოусმენენ და ძალიან ბევრ ამას ისწავლიან გიორგი. გავაკეთე, მართლა გავაკეთე. ძალიან ბევრი, ჯერ ბავშვების გაჩენა მოუნდებათ ბევრი, ხო, იმიტომ რომ თანამედროვე ფოფოდიებმა შეიძლება ცოტა მოიკოჭლონ მრავალშვილიანობაში, მაგრამ ძველი ფოფოდიები ძალიან მაგრები არიან, ყველას ბევრი შვილები ყავს, ვისაც საშუალება ჰქონდა და ჯანმრთელობა. ფოფოდიები რასით მენენ ის წარმოიდგინე. სასწაულია, არ ვიცი. ძალიან დასაფასებელი ხალხი. ხო, ეგ არის. აი, ხმამაღლა ვიტყვი, რომ არც ეკლესია არ აფასებს ისე როგორც უნდა დაფასდნენ და არც სახელმწიფო. და არც მღვდელი. გადაცემები ხო უნდა? მოდი, მაშინ არ გამოტო, არც მღვდელი, ვერც მღვდელი ვერ დააფასებ. ვერ დააფასებ უბრალოდ ფიზიკურად იმ ხელოვნებას. მე ვაფასებ გიორგი ძალიან და ყოველდღე მანქანით ვემსახურებ. ეგ საკმარისია? არა, ყველაფერს ხო არ ვიტყვი რა ეხლა. ხო და მე ფიქრობ რომ ეს თემა შემოდა სანამ დაგასწრებს ვიღაც. აი მაგალითად საპატრიარქოს ტელევიზიაში მე პოპოდიები არ მინახე. კი არა, ხანდახან ყავთ ხოლმე ალბათ, ხო? არ რაღაცა თუ კარგავს ან ძერწავს რაღაც, მაგრამ აი ის რომ პრობლემებზე რომ ისაუბროს ეკლესიაში, პოპოდიეს როლი, მამაო როგორი აუტანლები ვართ, ღდლები და როგორი რთულები ვართ. არ ილაპარაკებენ. არა, ისე რომ აი როგორი ხელშეწყობა უნდა ღდელს, სასულიერო პირს. ძალიან მაგარია რა. აი უფასოდ მოკიდე ახლა იდეა. ეგ რო ილაპარაკოს ღდელი სახში როგორია, მამა? იმიტომ რომ აკუმულატორის დასატენი მაჩუქე და ახლა მე იდეა მოკიდე შენ რა. ხო და მამო, ეგ რო ილაპარაკოს ღდელი სახში როგორია? ჩემი გადაცემა ემსახურება რას, იცით რომ ხალხი მოვიდეს ეკლესიაში და პოპოდიები რომ ეკლესიაში ხალხი წავიდეს ეკლესიაში. გიორგი რას ვიძახი? ეკლესიაში რომ მოვიდნენ და 24 საათი რო ღდლებს და პოპოდიას განეკითხავენ. აღარ განეკითხავენ და მე იტყვიან, თურმე ღდელი ღდლობა რა რთული ყოფილა და მე კიდე რა მარტივად განვეკითხავდე თურმე. აი ერთხელ გეტყვი რა, სტუდენტი ვარ გიორგი და დატვირთული ვარ ცოდვებით, მამა არჩილის მრევლი ვიყავი მინდიაშვილის და ზაფხულია და მამა არჩილი ესე ჯერ სანამ ახსარებების ჩაბარებას დაიწყებდა, იხდიდა ხოლმე პარაკლის, ახსარების წინა პარაკლის და ჩუსტებით, ოთახის ჩუსტებით შემოვიდა ტაძარში. და პატარა ტაძარია პეტრე-პავლე, ხო, სანამ სტუადან მივიდა ხატამდე, ხატს რო ეამბოროს და მობრუნდეს და გვითხრას ხატუა ჩუსტებით მოსული, მე უკვე მოვასწარი და განვიკითხე რატომ მოვიდა ჩუსტები და აპატიეთო ფჩხილი მაქვს ჩაბრუნებულიო, ფეხსაცმელს ვერ ვიცმეო და შენდობას ვითხოვ რომ ჩუსტებით მოვედი. მე მოვასწარი და განვიკითხე. ანუ კაცმა ძალიან მარტივად გეუბნები, ხო, მე ახსარებაზე ვარ მისული რომ ცოდები მაპატიოს. და უკვე განვიკითხე. ამიტომ ვიძახი რომ მე როცა უკეთ გაიგებენ ღდლებს, როგორი რუტინა აქვს და მარტო ის ჯიპიანი ღდლები რო იციან ამათ, ხო, რომ აი ჯიპი ყავს ღდელს და უკვე შეაფასა და ვინც ფეხი დადის წმინდანია, ვინ ჯიპი დადის ის უწმინდურია, ხო? აი არ იციან რა ესეთი ელემენტარული რა. თქვენ თურმე რისთვის ყავთ, თურმე მეუღლე დაგყავთ. ხო და მეუღლე. ხო და რა არის, აი. მამო, მაგას გეტყვი, ხო? უნდა გავიცნოთ ღდლების ცხოვრება, უკეთ გავიცნოთ და მე აღარ გაგვიჩნდება სურვილი განკითხვის. და უფრო თანადგომის სურვილი გაგვიჩნდება ვიდრე ეს მამო, ეხა მაგ ადამიანებისთვის მამო არც ვაკეთებ გადაცემას, ვინც ეხა ადამიანს ეკიდება რომ რაღაცა კაი მანქანა ყავს. აი მაგის არ ვაკეთებ ხოლმე მამო, სიმართლე გითხრა, მაგრამ ნახეთ მამო, აი ფოფოდიებს და იმას ისეთებს მოვიყვან, ვისი სასულიერო პირებიც არიან გარდაცვლილები. ეგ იქნება ძალიან მაგარი. აი უკვე შენი საქმის და შენი იცით რა მამო? ვიცი რომ ძალიან საინტერესო იქნება გიორგი. ძალიან მაგარი იქნება, მე მქონდა ეგ რუბრიკა სხვათა შორის, ოღონდ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები მომყავდა, იმიტომ რომ ჩვენთან ხშირად მიუხედავთ იმისა, რომ მართლმადიდებლები ვართ, ხშირად ხდება ხოლმე, მამო, როცა მოძღვარი გარდაიცვლება, მისი ოჯახის წევრები, მე არავის არ ახსოვს.
ოჯახის წევრები კი არა ის მოძღვარი მარტო ერთი შენაკეთებ ხოლმე ფოტოებს მე მაგით აღარ მინდა დავასახელო ძალიან ბევრი მოძღვარი უკვე დაიწყებას მიეცემოდა და არც იცნობდნენ რომ არა შენი გადაცემები ხო აღიარებ რა მამა ანტონიდან დაწყებული ხო არ შეიძლება მამაო ეს აი ანუ და მრევს და იმას უნდა შევახსენოთ თორე შეიძლება ესე იმა და სულ ყოველთვის მამაო თან ისა რა ქვია ხო იცით გარდაცვლის მაინც ოჯახის წევრი რომ მოვა ხო იცით მაინც ისეთი რაღაცებს იტყვის რომ რაც მართლა ეხა შეიძლება ფოფოდია რომ დავსვა იმან ვერ გაქოთ თქვენ აქ რომ არ თქვას რომ მამა გიორგი ქება გამორიცხულია ქება არა რეალობა აი ერთი დღე აღწეროთ ღდლის ერთი დღე მამო ერთი თხოვნა მაქვს აი ამ შემდეგ ზარები ერთად შემოუშვა და მაგრამ აინტერესებს ერთი საათი კიდევ დარჩეთ თუ შეიძლება ზარები შემოვათან და აი ხა 5 წუთის მერე პატარა ჭრა იქნება ისას საინფორმაციო და მე აუცილებლად ერთად მივიღოთ იმიტომ არ მეყო მართლა თქვენთან საუბარი და კიდე გეხვეწები რა ანუ დავრჩე კი რა და ზარებიც მივიღოთ მამაო და ხალხმა იმასგან რა ვიცი შეიძლება ისა რა ქვია ფოტოდირმაც დარეკოს ვიღაცამ ბევრმა ხო რამდენი ხანი 50 წუთი სადღაც მაქსიმუმ რა მამაო რა კი რა და ზარები მივიღო და თან თემაზე ვისაუბროთ და თემა არ გაცდება იმას ძალიან საინტერესო იქნება მამაო რა ძალიან იმიტომ რომ დამაინტერესეთ ხა ისეთი თემა შემოაგდეთ ხო მე ველოდებოდი დღეს რომ მართლა აი გაჩვენო მე ეს თემა შენ გაჩუქე კაცო ხო მე დღეს ველოდებოდი რომ ბოქსის ხელთათმანებით მეც მაგიტომ მოვედი ნავარჯიშები მაგრამ გადავჭი ხო და რაღაცა ძალიან ისეთი გადავჭი არა ესე საერთო რო ქონია მამაო რომ მართლა მე მაგრას ვდარდობ ხოლმე რომ ადამიანი რო გარდაიცვლება არ შეიძლება რომ შენ იმ ადამიანს უთხრა რომ გიყვარს ან რაღაც აი ხშირად უთქვამთ ხოლმე მაგალითად ნებისმიერი რომ მოსულა და აი მე იცით რა არის მამა აკაკის მრევლი ვიყავი სიტყვაზე ან მამა რაღაცა სიტყვაზე ივანეს მრევლი ვიყავი რომ გარდაცვლილი რო არის და აი მისიანებ იცი არა აი ის შვილის სახელი რა არ იცის და ანუ შენ თუ ეს კონტაქტი არ გააგრძელე ხო ესე იგი მრევლი ისეთი ვერ ყოფილიყარ როგორც საჭიროა რა ის უნდა იცო ეს უნდა გაგრძელდეს რა და ეგ არის ყველაზე რაღაცა ვიდეო რგოლი მაქვს ოღონდ არ ვიცი გიორგი რომელიც სერიალიდან არის და ძალიან შთამბეჭდავია ახალგაზრდა ბიჭი ამბობს რა გარდაცვლილი ცოლი რა ცოლი არ არის ესეთ რამეს ამბობს აუ რა მაგარი სიტყვებია რა რას ქვია მყავდა გარდაცვლილი ცოლი რა ცოლი არ არის ძალიან ზეთი შთამბეჭდავი სიტყვებია რა გარდაცვლილი მოძღვარი რა აღარ არის მოძღვარი აი ყველაზე მაგარი გარდაცვლილი მოძღვარია რა და მარტო ცოცხალი რო იყო მაშინ გინდოდა და აღარ გახსოვს თან მამაო რა არის ჩვენ ხო იმის სახეები ვართ ეხა მე რო თქვენ გამზდით ხო მე სხვის მიმართ ყურადღებიანი რო ვიქნები და თქვენს მიმართ ის ხალხი ნახავს შენ როგორი მოძღვარი იყო როგორ დამოძღვარი თუ ყურადღებო გავიზარდე მე ესე იგი შენ სახელს იმაშვები რა ქვია ვაუფასურებ ხო და აი წარმოგიდგენთ ეხა ძალიან ბევრი ვიცი რა ეხა ქალბატონი ფატით რო გითხარით მამა კახაბერტული ისა რა ქვია მამა კახაბერის მეუღლე რა აი სასწაული ადამიანი ხო ვიცი რა ის სულ რაღაცა მრევლი რუსთავში იციან სხვათა შორის ყურადღება ჯგუფები აქვს რაღაცა ყრიან ერთმანეთთან ამ ვიდეოებს რაღაც აი ეს ადამიანებს ყოველთვის ყურადღება მამა კახაბერის მეუღლე ხო ხო აი კაბატაძე არაჩვე აი რუსთავში იყო მამა რაც გააკეთა რუსავისთათვის ეგეთი არ გაუკეთებია აი არც ხელმძღვანელობას ერის და არც სასწაულები გააკეთა იქ და აი ესეთ რაღაცებს რო ვიგებ ხოლმე მიხარია თუმცა ანტისაც ვიგებ მამო ეგ აი ძალიან ბევრი სასულიერო პირი გარდაიცვალა და მისის ოჯახის წევრებს დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ რომ აი მრევლი საერთოდ 5000 კაცი ყავდა და დღეს 5 კაცი არ კითხულობს მოკითხვაზეა საუბარი მამო მეტი კი არაფერზე გეხვეწები ეს არ ეხება მღვდლებს ჩვენ სიცოცხლეში ჩვენ სამეგობრო ვიღაც კლასელი გარდაგეცვალა ვიღაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ რაღაცნაირად სხვაგან შეიძლება თქვა რომ აი იმის მაკაცი ვიყავი ამის აი შენ საქმით ასამტკიცეთ მე მაგის შვილს იმას რო უჭირ შენ გებულობ იმას ეს არის და აი აუცილებლად აი მაგიტომ არის მამო აი ჩვენ პატრიარქი მიყვარს საქმით რასაკეთებ თორე შეიძლება ინტერვიუსაც აძლევს ზოგი რომ აი მე დედა თითქოს მის გარეშე არ ჭამდა უწმინდესი მაგრამ ეხლა საქმით რასაკეთებ ხო ესეთი რაღაცა ის უნდა აუცილებლად ვიცოდეთ და შემოამს მე ზარები აუცილებლად დაგველოდეთ დაგიმუნდეთ ისე მამა გიორგი თეოდორაშვილთან ერთად იმდენი დრო არის რომ შეიძლება რა ვიცი კიდე ერთი გადაცემა მოვასწრო ზემოდან და სტუმარი ხო არ დავიმატოთ ხო ეხა უკვე თქვენი იდეა ხო არ განახორციელოთ აქვე მაგრამ დროს ვერ მოვასწრებ და აუცილებლად დაგიბრუნდებით დროებით